გამარჯობათ, მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა გაგიზიაროთ, ესე იგი, გუშინდელი აღქმა, გუშინდელი შთაბეჭდილება, რომელიც შემექმნა სხვათა შორის ერთი საინტერესო გადაცემის ყურებისას, მართლაც საინტერესო იყო, ასე ვთქვათ. მომეწონა კიდეც, ასე ვთქვათ, მატერიალურ დონეზე ეს ყველაფერი მართლაც კარგი იყო, ამასი იყო, რატომაც არა, მაგრამ დამებადა შემდეგი შეკითხვა და ეს შემდეგი შეკითხვა კი მდგომარეობდა იმაში, რომ არსებები, ქმნილებები, რას აღარ ვაკეთებთ, რას აღარ ვიგონებთ, ხო? მართლაც რომ რას აღარ ვატრიალებთ და რომ დაუფიქრდი და რომ დაუკვირდი, მივედი იმ გააზრებამდე, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ცოტა ისეთია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ცოტა ილუზორულია იმ გაგებით, რომ არსება, ქმნილება, ყველაფერი, რასაც აქვს ფორმა, ადამიანი, ასე ვთქვათ, იმ გაგებით, რომ ადრე თუ გვიან თუ გარდაიცვლება, მაშინ უკვე ყველაფერი სხვაგვარად მოსჩანს. მაშინ უკვე ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვანაირად მოსჩანს და აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რასაც აკეთებს არსება, რასაც აკეთებს ქმნილება, ხომ არ არის ეს ყველაფერი გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე, რომ როგორ თქვა, გაურბის რა ის. შეიძლება ითქვას გაურბის, რა ვთქვა, შემოქმედს, ღმერთს, გაურბის, ასე ვთქვათ, მის ობიექტურ, მის კანონზომიერებებს, რომელთაც, ასე ვთქვათ, იმართება ყველაფერი და ყოველი. თითქოს რაღაც ამ ყველაფერისგან თავის არიდებას, გარიდებას ცდილობს, თითქოს ყველაფერი და ყოველი ეს ამას ემსახურება. განაცუდია, რომ მართლაც არსება ქმნილება, როდესაც აკეთებს რაღაც კარგს, რაღაც ლამაზს, რაღაც უკეთეს, განაცუდია ეს ყველაფერი. მერე და რა, ხო, თავად ღმერთმა გამოავლინა ამ ყველაფერში, თავად ღმერთმა მისცა ამ ყველაფრის გამოვლინების საშუალება, გამოვლინების შესაძლებლობა და საინტერესოა შემდეგი, რომ ეს ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი აუცილებლად ბრუნდება ისევ უკან. დიახ, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი აუცილებლად ბრუნდება ისევ უკან. მეორე საკითხი არის, რომ ყველაფერსა და ყოველს ურჩევის სიტყვები მომწონს, ურჩევის ნაზრები მომწონს, რომ ესე იგი აქო ამდენი ადამიანშინიაო და წარმოედგინეთ, რომ აქ ამდენი ადამიანიაო და ყველას ერთ და იგივე რამე სურსო, ცხოვრებაო. შეიძლება მართლაც ასეც ითქვას, რომ რეალურად ყველას და ყოველს ერთი და იგივე რაღაც სურს, ცხოვრება, სიცოცხლე და ასე ვთქვათ, ეს ცხოვრება და ეს სიცოცხლე უკვე შემდგომში ყველას თავისებურად წარმოუდგენია. ამ ცხოვრებას და სიცოცხლის შემდგომში უკვე ყველა თავისებურად სახავს, ყველა თავისებურად ხატავს. როგორ უნდა შესძლოს, როგორ უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი. ასევე არის ისეც, რომ ეს ყველაფერი ცოტა ისეთია, რეალურად საბოლოო ჯამში, როგორც წესი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრი რამ ხდება, თითქოს შეიძლება იყოს ილუზია, რომ ყველაფერს ადამიანი ასე და ისე, მაგრამ ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ არის, ბევრი რამ, ასე ვთქვათ, არსების ცხოვრებაში, ქმნილების ცხოვრებაში ხდება, როგორც წესი, ტიპიური ცნობიერების მდგომარეობის არსებას, ქმნილებას ეხება ეს ხედვა, ეს მოსაზრება, ეს საზრისი. და ეს არის საინტერესო. რომ გამოვლინება რაღაც კარგის, რაღაც ლამაზის, რაღაც უკეთესის ცუდი არ არის, პირიქით. ღმერთი ამ ყველაფრით ავლინეს მისი კანონზომიერებებით,
ამ ყველაფერში თავს, მაგრამ აი საინტერესოა შემდეგი, რომ ეს გამოვლინება, აი ეს გამოვლენილი, როგორ ვთქვა, ადრე თუ გვიან უკან მასშივე ბრუნდება და აი როდესაც აი ეს კავშირი არის ღმერთთან და მის ობიექტურ კანონზომიერებებთან დაკარგული და ერთ-ერთი კანონზომიერება არის სხვათა შორის გარდაცვალება, რაც აქვს ფორმა, ადრე თუ გვიან ყველაფერი გარდაიცვლება. აი როდესაც ამ კანონზომიერებებთან კავშირი ისეთი ხდება, რაც უფრო შორდება ადამიანი ამ კანონზომიერებებს, მით უფრო იწყება მერე ეს ტრიალი, ხო, ამ რაღაც გაუგებრობაში, გაურკვევლობაში, რაღაც იქნება ბურუსი, რაღაც იქნება ერთგვარი ბურუსი, რომელიც აღარ აძლევს არსებას ქმნილებას ამ კანონზომიერებების დანახვის შესაძლებლობას. და ჩვენის მხრივ რაც შეგვიძლია ვეცადოთ არის ის, რომ მაქსიმალურად ვიქონიოთ კავშირი ღმერთთან და ასე ვთქვათ, არ მოვშორდეთ იმ კანონზომიერებებს, რომელთაც ის როგორც ავლენს თავს, ასევე შემდგომში, ასე ვთქვათ, უკანაბრუნებს ყველაფერსა და ყოველს ადრე თუ გვიან. აი ამ კანონზომიერებების გაზრება არის ახალი ნაბიჯი, ახალი ეტაპი. ღმერთმა დაგვრცელოს და გაგვაძლიეროს. ასე ვთქვათ, ჰარმონიაში გვამყოფოს მის კანონზომიერებებთან. კოსმიურ კანონებთან.